ხვალ ნიკოლოზობამდე ერთი დღით ადრე ბორჯომში ტრადიციული მსვლელობა გაიმართება. ტიმოთესუბნის მონასტრიდან წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრამდე გზის 21 კილომეტრიან მონაკვეთს მრევლი ფეხით გაივლის. მსვლელობაში მონაწილეობის მსურველთათვის მუნიციპალური ავტობუსები რუსთაველის მოედნიდან ტიმოთის მიმართულებით 11 საათზე გავლენ. ხვალ 21 მაისს არის ამაღლების 12-თაგანი დღესასწაული, ყველას მოგილოცავთ ამ ბრწყინვალე დღეს, რადგან ეს დღესასწაული დაემთხვა 21 მაისს და წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულის წინა დღით გაიმართება სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიები. მაღალ ყოვლადუსამღვდელოესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას დილით 10 საათზე აღასრულებს ტიმოთისუბნის მონასტერში. 12 საათზე დაიწყება მსვლელობა წმინდა ნიკოლოზის გზა. ეს დღესასწაული უკვე 10 წლეულზე მეტია ითვლის ბორჯომში, რომელიც სხვადასხვა ტაძრებიდან, მონასტრებიდან გამოდის მრევლი და აღნიშნავენ ერთობლივი გზის მსვლელობით ამ ბრწყინვალე დღეს. ეს გზა ნიშანია იმისა, რომ მრევლი იქ ყოველი ადამიანი მიაგებს პატივისცემას, თაყვანისცემას წმინდა ნიკოლოზს და ლოცვით, გალობით, ვედრებით მოემართება ამ გზისკენ დიდი სიხარულით.